ხალხო, ყველა ერთსა და იმავეს მეკითხება. აი, გეიჯიმ ხომ ნახე რა უქნა პედი პიმლეტს. ხომ დააბრუნა თავისი მაგია UFC 224-ზე. ხომ მოიგო მეორედ ინტერიმ კამარი. ხო და ილიასთან რას იზამს? მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ, როგორც ქართველებს შეეფერება, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე. ჯასტინ გეიჯიმ პედის აჩვენა, რომ ვეტერანთან ხუმრობა არ შეიძლება. მან დაამტკიცა, რომ თუ გეგმა არ მუშაობს, გეგმა B უნდა გქონდეს ჯიბეში. პედი პიმლეტი კი, სიმართლე ვთქვათ, ცოტა გაიჭედა. ბევრმა დაცინა, მაგრამ მე გეტყვით, პედი ნოკაუტში არ ჩავარდნილა, რაც მას ბონიკალისგან და სხვებისგან განასხვავებს. თუმცა, ერთი დიდი მაგრამ არსებობს. პედი პიმლეტი არ არის ილია თოფურია. საერთოდ სხვა ლიგაა, სხვა პლანეტაა. ახლა წარმოიდგინეთ სცენა. UFC-ს თეთრი სახლის ივენთი, UFC White House. ოქტაგონზე ერთ მხარეს დგას ჩვენი ლომი ილია თოფურია, მეორე მხარეს კი ჰაილაითი ჯასტინ გეიჯი. ბევრი ფიქრობს, რომ გეიჯის ბოლო პერფორმანსი საკმარისია ილიას შესაჩერებლად. მე კი გეტყვით, ნუ ჩქარობთ დასკვნებს. რატომ არის ილია სხვა დონე? მოდით დავფიქრდეთ. გეიჯის ვინ მოუგო? ხაბიბმა და ჩარლს ოლივეირამ. ოლივეირა თავის პიკზე ყველას ანადგურებდა, იმიტომ რომ ჰქონდა იდეალური ჭიდაობა და სტრაიკინგი. გეიჯის წინააღმდეგ სწორედ ეს კომპლექსურობა მუშაობს. პედი პიმლეტს რა ჰქონდა? არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ქარიზმა და თმები. გეიჯის სტილი მარტივია, წინ მიდის, თავით გეჯახება, უნდა რომ ბოინია, ბროლ მოაწყოს. პედისთან გაუვიდა, მიაჭედა გალიასთან და ენერგია გამოაცალა. მაგრამ ილიასთან, ძმებო, თუ ილიას დისტანციაში შეხვალთ, იქ შუქი ინთება კი არა, სამუდამოდ ქრება. Lights out, 100%-ით გეუბნებით. გაიხსენეთ ოლივეირას ბოლო ინტერვიუები. კაცმა აღიარა, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ წინ მივიწევდიო. ილია თოფურიასთან წინ წასვლა ნიშნავს, რომ საკუთარი ფეხით მიდიხარ სასაკლაოზე. ილიას ზედმეტი წვალებაც არ უწევს, ის უბრალოდ ელოდება, როდის შეხვალ მის ჯიბეში, პოკეტ რეინჯში, რომ თავისი ლეგენდარული კომბინაციებით დაგაზინოს. პედიმ სცადა ლოუ-კიკები, მაგრამ გაგრძელება არაფერი. ილია კი კომბინაციების მაესტროა. თუ გეიჯი ისე ივლის წინ, როგორც პედისთან, ილია მას 1001%-ით ნოკაუტში ჩააგდებს. ძველი სკოლა ახალი ტექნოლოგიის წინააღმდეგ. გეიჯის ბოლო ბრძოლა არ იყო სტრაიკინგის მასტერკლასი. ეს იყო უბრალოდ ცემატყება და თრევა. ასეთი დეზერტირული სტილი მუშაობდა მაშინ, როცა მებრძოლები ცალმხრივი იყვნენ. დღეს ყავს ილია, რომლის რეფლექსები უფრო სწრაფია ვიდრე შუქის სიჩქარე. როგორც კი დაინახავს გეიჯის მოქნეულ ხელს, იქვე დაასრულებს ყველაფერს. ჩემი პროგნოზით გეიჯი ილიასთან მაქსიმუმ 10 წუთი გაძლებს. დიდი შანსია პირველივე რაუნდში ყველაფერი მორჩეს და ჯასტინმა თქვას, ჰო, ის მართლა სხვა დონე ყოფილა და პენსიაზე წავიდეს. ეს არის მწარე სიმართლე. ადრე გეიჯი სათანადოდ არაფასებდნენ, მაგრამ ახლა, თუ ვინმეს გონიათ, რომ ის ილიას მოუგებს, თქვენ მას ზედმეტად აფასებდით. ილიასთვის არც პედი და არც გეიჯი რეალური საფრთხე არ წარმოადგენენ. ერთადერთი, ვინც შეიძლება რაღაც დისკომფორტს შეუქმნას, არის არმან სარუკიანი. ისიც მხოლოდ ჭიდაობის ხარჯზე. გეიჯის შანსები ნულია. ეს იქნება ცალკარში თამაში. ილია იქ ისე იგრძნობს თავს, თითქოს ყავას სვამდეს დილას რუსთაველზე. ის იმდენად სწრაფია, იმდენად კარგად ჭრის კუთხეებს და ქმნის ანგელებს, რომ გეიჯი უბრალოდ ჰაერს დაუწყებს დარტყმას. აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. თუ გონიათ, რომ UFC-ში მხოლოდ მუშტების ქნევაა მთავარი, ძალიან ცდებით. ეს ჭადრაკია, ოღონდ სისხლიანი. და ილია თოფურია ამ თამაშში დიდ ოსტატია. ჯასტინ გეიჯი კი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ჯასტინი არის ადამიანი, რომელიც ჭადრაკის დაფაზე ტანკით შემოვარდნას ცდილობს. იცით რა არის გეიჯის ყველაზე დიდი პრობლემა? როცა ის უკან იხევს, ნიკაპს ღიას ტოვებს. პედი პიმლეტმაც კი მოახერხა მისი შეხება რამდენჯერმე. ახლა დაფიქრდით. თუ პედი მიგწვდა, ილია რას გიზამს? ილიას ერთი შეხება ნიშნავს, რომ შენი ტვინი გადატვირთვის რეჟიმში გადადის. ილიას დარტყმის ძალა, power, მის წონით კატეგორიაში საერთოდ არაბუნებრივია. ეს არ არის უბრალოდ დარტყმა, ეს არის 65 კილოგრამიანი ბირთვილი რეაქტორი, რომელიც შენს ყბაზე ფეთქდება. დეზერტირული სტილი vs ევროპული დისციპლინა. ბევრი ამბობს, რომ გეიჯი ველურია, რომ მას აქვს ისეთი გამძლეობა, რასაც ვერავინ გაუძლებს. ძმებო, მოდით ქართულად შევხედოთ ამას. სად გინახავთ გააფთრებული ხარი მატადორს მოერიოს? მატადორი იმიტომ ჰქვია ილიას, რომ ის სხვის აგრესიას თავის სასარგებლოდ იყენებს. გეიჯი პედისთან ბრძოლაში მიაჯდა მეტოქეს, აგრესიით გატეხა, მაგრამ ილია ისე ზომავს დისტანციას, თითქოს ლაზერული თარაზო ჰქონდეს თვალებში. გეიჯის ბოდი ვორკი და ლოუ-კიკები მუშაობს მათთან, ვინც დგას და იღებს დარტყმებს. ილია კი მოძრაობს, ის მუდმივად ცვლის კუთხეებს.
გინახავთ როგორ ჭრის კუთხეებს? ეს არის ხელოვნედა. ის არ გიტოვებს ადგილს სუნთქვისთვის, მაგრამ თვითონ ყოველთვის დაცულია. და აი ის საიდუმლო, რასაც დაგბირდით. ბევრს ავიწყდება, რომ ილია არ არის მხოლოდ მოკრივე. მისი ჭიდაობის ბაზა ისეთივე მყარია, როგორც მყინვარწვერი. თუ გეიჯი გადაწყვეტს, რომ სტრაიკინგში უჭირს და ჭიდაობას ცადოს, რასაც ის თითქმის არასდროს აკეთებს, მაგრამ მაინც იქ ილია ისეთ სიურპრიზს დაახვედრებს, რომ ჯასტინს ეგონება 8 ფეხა შემომეხვიაო. გრეპლინგში ილია რამდენიმე თავით მაღლა დგას. დანა უაითის გეგმები და რეალობა. მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. დანა უაითს უყვარს გეიჯი, იმიტომ რომ ის შოუმენია. მას აწყობს, რომ გეიჯი კიდევ ერთხელ გახდეს ჩემპიონი. მაგრამ ილიამ ყველა გეგმაში ჩააფურტყა. როცა ვოლკანოვსკი დაანაკაუტება, მაშინვე გამოჩნდა ვინ არის ახალი მეფე. თუ ეს ბრძოლა შედგება, ეს არ იქნება წლის ბრძოლა. ეს იქნება წლის დასჯა. მე გეუმლებით, ილია ისე ათამაშებს გეიჯს, როგორც კატა თავს. ილიას რეფლექსები საშუალებას აძლევს, რომ დაინახოს დარტყმა მანამდე, სანამ გეიჯი მის გაშვებას მოიფიქრებს. ეს არის გენეტიკური ნიჭი პლუს არაადამიანური შრომა. ხალხი ამბობს, რომ გეიჯმა პედი გაანადგურა. მოდით ვიყოთ ობიექტურები. პედი პიმლეტი ტოპ დონის მბრძოლი არასდროს იყო. ის არის მარკეტინგული პროექტი. გეიჯმა უბრალოდ დააბრუნა პროექტი რეალობაში. მაგრამ ილია თვითონ არის რეალობა. ის არის ის კედელი, რომელსაც გეიჯი მთელი სისწრაფით შეასკდება. რატომ ვართ ასე დარწმუნებულები? იმიტომ რომ ვხედავთ პროგრესს. ილია ყოველ ბრძოლაში უფრო ჭკვიანი გახდება. ის აღარ არის ის ბიჭი, რომელიც მხოლოდ ხულიგანურად ეცხუბებოდა ყველას. ის ახლა ცივსისხლიანი მკვლელია ოქტაგონზე. გეიჯი კი იგივე დარჩა. იგივე შეცდომები, იგივე ღია ნიკაპი, იგივე იმედი, რომ ვინმეზე მეც გაუძლებ. ილიასთან ეს არ მუშაობს. ილიასთან გამძლეობა არ გშველის, იმიტომ რომ ის გთიშავს, ის არ გცემს, ის გაძინებს. თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია, გადახედეთ სტატისტიკას, გადახედეთ დარტყმის სიზუსტეს. ილია არ ისრის მუშტებს ჰაერში. ყოველი დარტყმა გათვლილია, ყოველი მოძრაობა ეკონომიურია. ძმემო, თქვენ რას ფიქრობთ? გჯერათ, რომ გეიჯის ველურ სტილს შეუძლია ილიას დისციპლინა გადეხოს? თუ ფიქრობთ, რომ მატადორი პირველი რაუნდში მიასვენებს? დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრი მაინტერესებს. ხალხო, მოდით ფანტაზიებს თავი დავანებოთ და რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ბევრი ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯი ყველაზე საშიში ადამიანია პლანეტაზე. კი ბატონო, ედი პიმლეტისთვის შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ ილია თოფურიასთვის? ილიასთვის ის უბრალოდ მორიგი სამუშაოა, რომელიც 5-დან 10 წუთამდე დროს წაართნევს. იცით რა არის ყველაზე დიდი ილუზია? ის რომ გეიჯის გული გადაწონის ილიას ტექნიკას. მებრძოლთა სამყაროში არის ასეთი გამოთქმა: ტექნიკა ჭამს ძალას, ხოლო სიზუსტე სიჩქარეს. ილიას შემთხვევაში კი ორივე გვაქვს. ის იუველირული სიზუსტით ურტყამს და თან ისეთი სისწრაფით, რომ ადამიანის თვალი ვერ ასწრებს რეაგირებას. რატომ არის ეს ბრძოლა გეიჯისთვის განაჩენი? დააკვირდით ილიას ფეხის მუშაობას, footwork. ის კი არ დარბის, ის ნადირობს. გეიჯი მიჩვეულია მეტოქეებს, რომლებიც მასთან ომში შედიან. მას უყვარს სისხლი, უყვარს ქაოსი. ილია კი ქაოსს არ დაუშვებს. ილია დააწესებს თავის წესებს პირველივე წამიდან. გეიჯის მთავარი იარაღი ლოუ-კიკებია, მაგრამ იცით რა ხდება, როცა ილიასთან ლოუ-კიკს ისვრი? ის მომენტალურად გიჭერს კონტრშეტევაზე. ილიას მარჯვენა ოვერჰენდი უფრო სწრაფია, ვიდრე გეიჯის ფეხის მოქნევა. ეს არის ფიზიკა, ძმებო, აქ ვერაფერს შეცვლი. და კიდევ ერთი რამ, რაც გულზე ხვდება ბევრ დასავლელ ექსპერტს. ილიას არ სჭირდება გეგმა B. ილია თავად არის გეგმა. ის იმდენად თავდაჯერებულია, რომ ეს თავდაჯერებულობა მეტოქეს ბრძოლამდე თრგუნავს. ნახეთ ვოლკანოვსკის სახებრძოლის წინ. კაცმა იცოდა, რომ მის წინ სიკვდილი იდგა. გეიჯი თავისი გამოცდილებით მიხვდება ამას, როგორც კი პირველ მძიმე ჯებს მიიღებს ცხვირში. ჩემი პროგნოზი ასეთია: პირველ რაუნდში გეიჯი შეეცდება პრესინგს, ილია კი მშვიდად აუღელვებლად დაუშლის მას დისტანციიდან. მეორე რაუნდის შუაში, როცა გეიჯი ოდნავ დაიღლება და ნიკაპს დაწევს, ბამ! შუქი ჩაქრება. ილია არ დაიწყებს ზედმეტ დარტყმებს. ის უბრალოდ გადააბიჯებს დავარდნილ ლეგენდას და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველო მებრძოლების ქვეყანაა. გეიჯი ამ ბრძოლის შემდეგ სავარაუდოდ ხელთამანებს ოქტაგონის ცენტრში დატოვებს. და ეს იქნება ღირსეული წასვლა, იმიტომ რომ წაგება საუკეთესოსთან სირცხვილი არ არის.
მაგრამ ილიას ერა მხოლოდ ახლა იწყება. ის არ არის უბრალოდ ჩემპიონი, ის არის ფენომენი, რომელიც UFC-ს ისტორიას თავიდან წერს. თქვენი ჯერია ძმებო. ახლა კი მინდა თქვენგან მოვისმინო. რამდენ რაუნდს გაძლებს გეიჯი ილიას წინააღმდეგ? ვისი სურვებდით ილიას შემდეგ მეტოქეთ? მაქს ჰოლოვეის თუ ისევ ისლამ მახაჩევს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე ყველას ვკითხულობ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება. ეს ძალიან ეხმარება ჩვენს არხს ზრდაში, რომ კიდევ უფრო მაგარი კონტენტი დაგიდოთ. შემდეგ ვიდეოში გინდათ რომ დეტალურად განვიხილოთ ილიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირება? თუ ასეა, დაწერეთ კომენტარებში ისლამი და მე უკვე დავიწყებ მასალის მომზადებას.